სამართლებრივი დახმარების ცენტრს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უკავშირდება, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლოში არიან ისინი დაბარებული და მთავარი მიზეზი არის გზის გადაკეტვა. სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები და ასევე იურისტები აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს ქართული ოცნება იყენებს იმისთვის, რათა აქტივისტები შეაშინოს ადამიანები, რომლებიც აქციებზე გამოდიან, თუმცა მათ ეს ყველაფერი არ გამოუვათ. აღსანიშნავი არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსის სამართალდამცავად იქნებიან წოდებული, თუ კი ეს დარღვევა არის მომხდარი იანვრამდე, მაშინ ძველი წესით მოუწევთ მათ ჯარიმების გადახდა, ხოლო იანვრიდან აღნიშნული შემთხვევების დროს უკვე ჯარიმები 500 ლარიდან 5000 ლარამდე არის გაზრდილი გზის გადაკეტვის და ასევე გზის გადაკვეთის ორგანიზატორებს 15000 ლარამდე დაეკისრებათ ჯარიმა და ასევე ეს ყველაფერი ითვალისწინებს 15 დღით თავისუფლების აღკვეთასაც. უამრავი ადამიანი არის, რომელსაც პროცესები უკვე იანვარში აქვს ჩანიშნული, ახლა სასამართლო არის შვებულებაში, 13 იანვრიდან დაიწყებს უკვე აქტიურად მუშაობას და მოსალოდნელი არის, რომ ამ დროის შემდეგ უკვე გაიზრდება იმ აქტივისტების და მშვიდობიანი მომიტინგეების რაოდენობა, რომლებსაც სასამართლო დაიბარებს და დიდი ალბათობით დააჯარიმებს კიდეც. ცოტა ხანი ქონდათ ეხა აღებული პაუზა ამ საახალწლო პერიოდში და უბრალოდ შობის დღესასწაული დასრულდა თუ არა ისევ განაახლეს ამ სასამართლოზე ხალხის დაბარება და ტრადიციულად მე ვფიქრობ რომ ისევ იმავე მეთოდებით გააგრძელებენ და შეეცდებიან მოქალაქეების დაშინებას რომ პროტესტი არ გამოვიდნენ ზუსტად იმიტომაც არის გამოყენებული ეს ადმინისტრაციული მექანიზმები რაც აქვს ამ რეჟიმზე თქვენ ისეთ კიდევ უფრო გაამკაცრა რომ ამით აქვთ იმედი რომ რაღაცნაირად იქნება შემაკავებელი. სახელმწიფო ცდილობს კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსის ერთი ნორმა მოქმედოს, როგორც რეპრესია. ჩვენ ნახეთ რომ ამას ხშირად იყენებდნენ გაზაფხულის აქციებზე, შემდეგ ნახეთ რომ იყენებდნენ უკვე აი ამ ახალ აქციებთან მიმართებით მთელი ნოემბრის და დეკემბრის განმავლობაში და ეხა აგრძელებენ აი ამ ტრადიციას რომ მათ შორის ეგრეთ წოდებული მარშების, მსვლელობების დროს ადამიანები, ვინც ამ მარშებში სრულიად კანონიერად მონაწილეობდნენ და სარგებლობდნენ შეკრების და მანიფესტაციის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ესენი დაიბარონ სასამართლოში, დააჯარიმონ. ახლად ნამდვილად გამოკვეთილი არის ტენდენცია და ეს ტენდენცია აისახება ჩვენ ცხელ ხაზზე არსებულ მომართვიანობაშიც, რომ ადამიანებს იბარებენ სასამართლოში და მათ ექნებათ ადმინისტრაციული სამართალდამცავების საქმის პროცესები სასამართლოში. იანვრის თვეში უკვე რამდენიმე ადამიანს აქვს ჩანიშნული სასამართლო პროცესი. მონაწილეებს და აქტივისტებს სასამართლო აქციის მონაწილეებს და აქტივისტებს 174 მუხლის დარღვევას ედავება, რაც გზის გადაკეტვას ან გზის გადაკეტვის ორგანიზებას გულისხმობს და ითვალისწინებს უკვე 5000 ლარით დაჯარიმებას, 15000 ლარით დაჯარიმებას ორგანიზების შემთხვევაში და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ იურისტები აცხადებენ, რომ სასამართლოში აჯარიმებენ ნებისმიერ ადამიანს იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც აქციაზე საერთოდ არ ყოფილან და აქციის გადაკეტვის, გზის გადაკეტვის დროს უბრალოდ იქვე გაიარეს. მთავარია, რომ ვინმე მოხვდეს პოლიციის ობიექტივში, პოლიციის მიერ გადაღებულ კადრებში და სწორედ ამ კადრების საფუძველზე ხდება განურჩევლად ყველა ადამიანის დაჯარიმება.